4 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. თანამსახურებდნენ სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და გადაგებით მიმართა. მიტროპოლიტმა შიომ ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევა გადასცა. მეუფე შიომ დღევანდელ გადაგებაში დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით, წმენით, ერთგულებით. ჩვენ ვხარობთ უფალ იესო ქრისტეს გამო, რომ ძე ღმერთი განკაცდა და გახდა ადამიანი. დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანება ტაძარში. მართალნი იოაკიმ და ანა ასრულებენ თავიანთ აღთქმას და მიჰყავთ ღრმა მარიამი ტაძარში, რომ მიუძღვნან უფალს. მათ ანთებული სათლებით მიაცილებენ ქალწულები. ღრმა მარიამს დააყენებენ ტაძრისკენ მიმავალ კიბის პირველ საფეხურზე. და ის ყველასთვის მოულოდნელად, როგორც ზრდასრული, უშიშრად იწყებს ასვლას თვითონ დამოუკიდებლად ამ კიბეებზე და იქ ზევით შესასვლელთან მას დახვდა მღვდელმთავარი ზაქარია, რომელმაც სულიწმინდისგან შთაგონებულმა შეიყვანა ღრმა მარიამი ტაძარში და თვით ტაძრის წმინდათა წმინდაში, სადაც ვერავინ შედიოდა მღვდელმთავრის გარდა, ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ. და აი იოაკიმეს და ანას მეშვეობით კაცობრიობამ მიართვა უფალს, შეიძლება ასე ითქვას, უმანკო არსება და ელოდა მაცხოვრის მოსვლას. ამიტომაც უგალობს დღეს წმინდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასეთი სიტყვებით: ტაძარსა შინა ღვთისასა ქალწული დაემკვიდრების და ქრისტესა ყოველთა გვახარებს. ამიტომაც იგალობება დღევანდელი დღიდან მოყოლებული ყველა ტაძარში საშობაო საგალობლები, რომლებიც ადიდებენ ქრისტეს შობას და მაცხოვრის მოსვლას დედამიწაზე. დღეს მიიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძარში და როგორც გითხარით, იგი დააყენეს კიბის პირველ საფეხურზე და შემდეგ თვითონ დაიწყო აღმასვლა. ასეა ჩვენ სულიერ ცხოვრებაშიც. ნათლობაში და ნათლობის და მირონცხების საიდუმლოებით
წმინდა ეკლესია გვაყენებს ჩვენ სულიერი კიბის პირველ საფეხურზე და შემდეგ ჩვენ თვითონ უნდა ვიაროთ ამ გზით ღმერთისკენ, წმინდათა წმინდასკენ. და რაოდენ სასიხარულოა ეს გზა ძვირფასო ძმებო და დებო და ჩვენ არ ვართ მარტონი. რადგან ჩვენ გვეხმარება და გვამხნევებს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამ გზაზე. აი მან ტაძარი იმდენად შეიყვარა, რომ არ განშორებია მას, სანამ იყო ამის საშუალება. იცით თქვენ, რომ იგი იქ ცხოვრობდა, სწავლობდა წმინდა წერილს, შრომობდა, ლოცულობდა და იქიდან გამოვიდა ის, ვინც გახდა დედა ღვთისა და მთელი სამყაროს დედა, მეოხი და შუამდგომელი. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დიდებულ დღესასწაულს, შეგვეციოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენ, რომ ნაწილობრივ მაინც ჩვენს ვეზიაროთ ტაძრისადმი ასეთ სიყვარულს და ნაცვლად ამ სოფლიური შფოთის, ამაოების, გაღიზიანების ჩვენში შემოვიდეს, ჩვენს სულებში შემოვიდეს ტაძრისგან მიღებული მადლი და შთაბეჭდილებები. თქვენ იცით, ტაძარს ეწოდება ღვთის სახლი, ღვთის სამყოფელი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის განსაკუთრებული წესით იკურთხება, არამედ ასევე იმიტომ, რომ აქ იკრიბებიან ადამიანები ქრისტეს გულისთვის, რომელმაც ბრძანა, რომ სადაც 2 ან 3 შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ მე ვარ. ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია როგორც სარკეში იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება. დღეს წმინდა ყრმა შედის ტაძარში, ძვირფასო ძმებო და დებო და ყველას მოუხმობს და მოუწოდებს თავისკენ. და ვევედროთ მას, შეგვეციოს, რომ ჩვენ შევისმინოთ მისი ეს მოწოდება და მის მაგალითს მიხვეთ. ამინ. ერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ და სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორის ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს უსურვებ, შეეციოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. თითოეული დღესასწაული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა განსაკუთრებულია ჩვენთვის, რადგანაც ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ერი ვართ და ყოველდღიურად გვგზავნოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობას. სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიო მაღავლინა წირვა და მრევლს ქადაგებით მიმართა ულოცავ ყველას ამ დღესასწაულს. მოგიხსენებათ, რომ დღევანდელი დღე 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი დიდებულია, როდესაც აღინიშნება ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, როდესაც 3 წლის ასაკში წმინდა ანას და იოაკიმეს მიყავთ ტაძარში. სწორედ დღევანდელი დღის ძალა და მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორის, დედა ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს, გააძლიეროს, გაახაროს. ამასთანავე ულოცავ დიდი სიყვარულით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრეს მეუფეშიოს, ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენ საქართველოსაც და მარადის უფლის გზით ევლოს, გაერთიანოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს დედა ღვთისმშობელმა საქართველო და მარად გვიცავდეს და გვწყალობდეს დედა ღვთისმშობლის მადლი.
დღევანდელი დღე მინდა მიულოცოს სრულიად საქართველოს. გილოცავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს. განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს. ულოცავ დღევანდელ დღეს, ჩემი შვილის ნათლია, პატრიარქის ნათლულია, ჩემი მესამე ქალიშვილი, ჯანმრთელობას უსურვებ, მრავალს დაესწროს. ვილოცავ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქს, ხნეობას და ჯანმრთელობას უსურვებ. მინდა ეს დღესასწაული მოულოცო პატრიარქს, ჩემ ნათლიას და სულ ჯანმრთელი და სულ კარგად ამყოფოს ღმერთმა. დღევანდელ დღეს ულოცავ ყველას, განსაკუთრებით ჩემ ნათლიას, პატრიარქს, ილია მეორეს. ძალიან მინდა იყოს ის ჯანმრთელი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. ყოველ 4 დეკემბერს საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.